მოგესალმებით ვარჯიში ჩემპიონთან მესამე ეპიზოდით. დღეს სტუმარი არ ყავს. სტუმრად ვარ სტუმრები. ხო, მასპინძლები, სტუმრები, ყველაფერი ჩვენ ვართ. მოკლედ, Urban Fitness-ში ვართ. გიორგი არის ტრენერი აქ, კლაუჭიდის და არა მხოლოდ კლაუჭიდის. თვითონ მოგუყვება, დღეს იქნება გიორგი ტრენერი და აუყვებით რა, თან რაღაცეებში შევეჯიბრებით ერთმანეთს, ბოლოს სპარინგებიც გვექნება. გავაკეთეთ. და ინფორმაციებსაც მოგავწევთ რაღაც სხვადასხვა თემებზე. გიობა, რას ვეთქვი? მე როგორც ეს ეხა 14 წელი კლაუჭიდით ვარ დაკავებული, მაგრამ 10 წელია მუშაობ პროფესიონალი სპორტსმენების ფიზმომზადების მწვრთნელი ვარ. ანუ ნებისმიერი სპორტი, სადაც ფიზმომზადება არის საჭირო, ვავარჯიშებ, ძიუდოს ნაკრებიდან გადაწყებული, კალათბურთელებით გაგრძელებული და ოფარიკავებით დამთავრებული, ნებისმიერი ფიზმომზადება, ნებისმიერ სპორტსმენთან შემიძლია რომ გავატარო და მაგ საკითხით მიმუშავე და დღესდღეობით მაგაზე მუშაობ. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე თან კლაუჭიდელი ვარ და ბევრად დიდი ინტერესი მაქვს და ბევრად უფრო ჩართული კლაუჭიდის მიმართულებით და ასე ვთქვათ, უნივერსალურად მე ამდენი ხანი ამ სფეროებზე ვმუშაობ, უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ კუთხით, რომ სხვადასხვა სპორტიდან მაქვს კლაუჭიდისთვის კარგი რაღაც საინტერესო თემატიკები გადმოტანილი, თუნდაც თითოეული ვარჯიშები, ბოდიბილდინგიდან, პაუერლიფტინგიდან, ასე შემდეგ და დღეს გვექნება ერთ საინტერესო დღე, ერთ საინტერესო ვარჯიში, დღეს უფრო ჩავთავთ თავიდან ძალისმიერი ვარჯიშები გვექნება. მე გადავერთობით კლაუჭიდის უშუალოდ კლაუჭიდის ვარჯიშებზე და ამ კლაუჭიდის ვარჯიშების მერე შეგვიძლია უკვე სპარინგებზეც გადავიდეთ. შევხედოთ როგორ წავა ვიდეო. შეგახსენებთ რომ დაალაიქეთ ვიდეო, სანამ დავიწყებთ ვარჯიშს, გამოიწერეთ არხი. და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, გააქტიურეთ კი და გვიყურეთ მოკლედ და შეაფასეთ კომენტარებში როგორი ვიდეო გამოვა. ამას ეს თავიდან ვიწყეთ მოკლედ თვითონ ტევნების გახურებით. სხვადასხვა არ დავითარებულ მომასწავლე ეს ვარჯიში. მაგის მერე ვარჯიში რა გახურება, მაგის მერეა რომ ტევნებში რავა არ მქონია მეთქი უნდა მეთქვა. დახედე და გააქვს. ანუ მინიმალური ზონები დაიჭირეთ და რკალური მოძრაობით 30 ერთ მხარეს გააკეთეთ ისე რომ თვითონ კუნთი იყოს ჩართული. 30 ერთ მხარეს, 30 მეორე მხარეს. ოკეი. თვითონ ამას ყველა ვარჯიშზე აბსოლუტურად ყველა ვარჯიშზე ვაკეთებთ, რომ ანუ რეალურად დიდ კუნთებზე რომ გადავდივართ და დიდ კუნთებს რომ ვავარჯიშებთ, პატარები გრჩება. პატარებზე ყოველთვის მე მიკროტრაუმები მოდის და ეს მიკროტრაუმები რეალურად ყველაზე დიდი მნიშვნელობა მართლა მაგას აქვს, რომ საფრთხე თუ კარგად არ გავახუროთ ყველაფერი, რაღაც ერთი არასწორი მოძრაობით და გაუხურებლობით შეიძლება რაღაც ისეთი ტრავმა მივიღოთ, რომელიც მე თვითონ კარიერაში ხელს შეგვიშლის რა. არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენები, ასევე ფიტნესის მოხმარებლები რა. ოკეი. ამით გავაკეთეთ. მე გადმოვდივართ აქ. შეიძლება? ეს სხვადასხვა სიმძიმისაა? ეგ მძიმეა უფრო. ერთით რო გავაკეთო? ხო რა, რაც უფრო პატარა იქნება უკეთეს. ზოგადად? აჩვენ, პირველი დავიწყეთ რომ მაჯები შევახურეთ. ეხლა თვითონ ხრის სახსარი რო გავახუროთ. ამასთან ერთად ჩვენი რბილი ქსოვილების არის უმეტესად ტრავმას ვიღებთ ხოლმე, კლაუჭიდელები. პირველი მოძრაობა საერთოდ ვიწყებთ, ანუ 45 გრადუსის შეკარი. აი ეს შემსავით. მოდი. აი ესე და ისე რომ იდაყო ფიქსირებული იყოს, ხელი აიტანე უბრალოდ ზევით. ანუ თვითონ ხარი რო ჩაირთოს. ამას განტელებით ვაკეთებ ხოლმე ეს? ხო. აი თავად არის თვითონ ეს დააფიქსირე კარგად. ნახე, აი ეგ მოხარე და კორპუსთან, აი ეგ დაიჭირე და აი ზევით დაატრია. რო იდაყვი საერთოდ არ მოძრაობდეს რა. აც რო გააკეთებ, მე შემოტრიალდი. იგივე კუთხე, აქაც და უკვე წინა ნაწილში. ანუ ამ რეალურად ხარი ესეთი პატარა კუნთების შეკრა არის რა რომ ძალიან ბევრი ტრავმა მომდის აქ. მithumedes bench-ზე და ძალისმიერ ვარჯიშებზე რომ მიდიოდი ამ ხელა კუნთები შეჭრილი ჩართული. აი ეს პატარა აი ამ ხელა კუნთები გინდა არ გინდა იტრამება რა. ხო, თან ესეც უნდა გავითვალისწინოთ რომ ძირითადად სპარინგის დროს არც ხურდებიან ხონდა. ხო. ეს ახალი რომ ეხმარებათ იმაში რომ მე მაგიდასთან რომ მივლა. კი. უკვე იქაც გახურებულია. კლაუჭიდის კუთხით გახურებაში ეს ძალიან გამოგადგებათ. შემდეგი აი ეგ დააფიქსირეთ და გარეთ გატანა გააკეთეთ. ხო. ანუ მარჯვენა მორჩეთ და გადავალთ მე მარცხენაზე აქეთ.
მე შემოტრიალდი და უკვე აი კლავჭიდის უკვე შიდა ნაწილში რა. იდაყვი ისევ დააფიქსირე ერთ ადგილას. ბოლოს ესე უკან გამოიწიე, ხარი ბოლომდე გავშვე და აი ვარი ეს გააკეთე 10 ერთი მხარე 10 მეორე მხარეს. და იგივე მორჩით და რისი დღეობა დღეს გავაკეთებთ კერტს, კერტთან ერთად ჩართოთ კლავჭიდის მხარს შეკვრისთვის და მე როგორ გადავალ ბიცეპსის ვარჯიშებზე. პირველი გვაქვს ბენჩი, ერთ-ერთი საბაზისო ვარჯიშია რეალურად რა, რომელშიც ჩართულია წინადელ და კლავჭით შეერიდებიან ხოლმე ზოგადად. კლავჭით შეერიდებიან, ანუ ყველას გონია რომ მაჯებს ასუსტებს რეალურად. რა სტერეოტიპი. თუ ტექნიკურად სწორად შეასრულებ და თუნდაც მაჯის დამჭერებს გამოვხსენებ. საერთოდ თემა არ აქვს მაგასთან. ნუ პროფესიონალ სპორტში სადაც არ უნდა მივიდეთ მაღლა და მაღალ ეტაპზე რო ავდივართ საბაზისო ვარჯიშები არის მნიშვნელოვანეს მე ჩვენი შეკვრა და ტრიალება და ბრახიალისის მუშაობა აღარაფერს აღარ წვიდავს რა ასე რომ ბაზა აუცილებლად უნდა ჩართოთ ამ ბაზასთან ერთად მე უკვე კლავჭიდის შესაბამის მაჯის ვარჯიშებს უჩართოთ არაფერი არ დასუსტდება გარდა გაძლიერებისა რეალურად რა ტექნიკურად გაჩვენებთ ეხლა პირველ რიგში როგორ კეთდება რომ ნაკლები დატვირთვა წავიდეს სახსარზე და წონითი მაჩვენებლები რომ უფრო მეტად გავზარდეთ. ნუ პავერლიფტერები როგორც აკეთებენ, ამას ვაკეთებ მეც პირადად ეგრე. ანუ კლავჭიდელები უმეტესად აკეთებენ სწორი კუთხით, ახლო ხატით და აი მოწევას და მე უფრო ვაკეთებ ჩატეხილი ხელებით და თვითონ კერტს. რომ წონას უფრო ბევრად უფრო მეტად ვძდი. ანუ შეხების კუთხე გვაქვს 3: ბეჭის არეალი, საჯდომის არეალი და ფეხის არეალი. როცა შევალთ წონასთან, პირველ რიგში გავათანაბრებთ ისე ვქნათ რომ თვითონ ანუ სწორი კუთხე არ გქონდეს წელზე ანუ წელი კერტს ცოტა ამოვაგდებზევით შტანგის გადმოღების წინა გლოტები მომაქვს მაქსიმალურად წინ ფეხები მაქვს დატმული შეხება მაქვს სამართლას როგორც გითხარი საჯდომზე ფეხზე და ბეჭებს ჩამოტანის დროს ჩამომაქ აი კერდის ოდნავ დაბლა და აკეთებ ფეთქებით აწევას ხო ნელა ჩამოგოქვს სწრაფად აგოქვს კი ბატონო ანუ ნებისმიერ ვარჯიში ირჩევდით რომ ძიმე წონების აწევაზე რომ მნიშვნელოვანი არის სწორი ბიომექანიკა რა. ხო, ეგეც წონას. ხო, ბიომექანიკა რომ სწორად დაგეხვეწება და დაამუშავებ სწორად, მე წონას ბევრად უფრო მეტად აწევ და უფრო მეტ ხარისხიან წონაზეც გახდა და ტრამვებიც ნაკლები იქნება. კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ გახურებით. თავისუფალი წონით ვაკეთებთ. ყველა ვარჯიშს აბსოლუტურად ვიწყებთ ყოველთვის თავისუფალი პატარა. აი ხო ვიწყებთ თუნდაც ღერცით. ხო, როგორ ჯანმრთელია. პირველი მისთა გავაკეთოთ 15 განმავლობა, მერე ეტაპობრივად მცირე წონებით ვაუმატოთ და უკვე პიკისკენ ვავალთ, მე უკვე ცოტა სპეციფიურად ვაუმატებ წონებს. ოკეი, დავიწყოთ. აი დაამუშავე და აი პროსტა მაინტერესებს დღეს აი ეგეთი კუთხით როგორ წონაზე აქვს. შენ შეგიძლია ისინი გაყარო და იქით დაიწყო. შენ რა გაკეთებ? ჰა? ამ მოძრაობაზეც პატარა ინფორმაციას დავამატებ რა. ამ მოძრაობაზეც რაც უფრო ახლო კუთხით დავიჭერთ, უფრო მეტი დატვირთვა გადავა წინადელტაზე და ტრიცეპს. ანუ მაგას ალკეულად ვაკეთებთ ხოლმე, ეხლა უფრო ვაკეთებთ აი პავერლიფტერებისთვის. პავერლიფტერები როგორც აკეთებენ საბაზისო კუთხით ვამუშავებთ რა. იმას თალკე შემოგთავაზებთ საომაროდ.
და ეს შეიკ მაგას და იქ არა თუ მხარზე გძნო მაგას გეუბნა მაგ დროს შედარებით გაგითიშოს რა აი მაჯები ვარ დაგვისუსდეს მაგვისთვის შეგვიძლია გამოიყენოთ მაჯის დამჭერები ამ დროს რეალურად უმეტესი წონა თვითონ ამ სტრეპს უჭირავს რა. მე დიდად ვერ მაჯაზე რაღაც დისკომფორტს მიფნის თითქოს. დისკომფორტი რა? მე იმდენ ანუ შეჩვევა უნდა. ხო, ალბათ შეჩვევა. იმდენად ვარ ახლა მე ამაზე შეჩვეული. რომ ანუ აი 100 კილოზე მეტზე უკვე წონაზე უკვე ჩვეულებრივ ვერ გიყავს ამ. ხანი არ გამიგეთებია 100 კილო და იდა გამოგაყოლო ხელები? არა, სწორად მომავალ. ეკუსლები კარგად და ზადრო იქნები? დავაი. 1 2 3. დავა. დიდი ხნით არ. მე ხლა ჩვენ შეგვიძლია ცოტა გამოყვები კიდე 100-ზე ხوار. ძიმე წონებზე, აი ყველას გირჩევდით, აი 100 კილოზე და პლუს, ანუ ყველამ გამოიყენეთ მაჯის დამჭერები და ყურის დამჭერები ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ხო ესები კუნთები არის ჩართული, მაგრამ ძიმე წონა მაინც რო ადამიანისთვის, ანუ ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არ არის რა. ამ დროს სახსარი შეიძლება რაღაცა მინიმალურად მაინც სვეთა იყოს და დავიზიანო და თან რეალურად ჩვენი სპორტი ხო ეს არ არის. ასე რომ ნებისმიერი მძიმე ვარჯიშების დროს, რაც უფრო მეტად ვეცდებით რომ ტრავმები ავირიდოთ, რო დასრულებიც ვიქნებით მე და ტრავმების რო დასრულებიც ვიქნებით და ხო, გამოგვადგება მოკლედ გაკეთებაში. 130-ზე შევიდე. 130-ზე შევდივარ და მე უნდა შევიდე 150. ჩემი მაქსიმუმი აქ არის 120. მაგრამ იმდენი ხანი არ გამიგეთებია ახლა. 100 კილოს მე მგონი ერთ წელი არ გამიგეთებია და 100-მდე გამოყვებით მაქსიმუმი. არ არის პრობლემა. ანუ რეალურად ერთი მინდა იცოდეთ სამ ჩვენმა მოხმარებელმა და მსმენელმაც რომ ძიმე წონები არ განსაზღვროთ ჩვენ ფიზიკურ მაჩვენებელს კლავჭიდში. ზოგ შეიძლება ეს კონკრეტული მოძრაობა ქონდეს ძლიერი, ზოგ შეიძლება სხვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამით არის სპორტსმენთან და ჩემპიონთან შეიძლება რაღაც ჯიმზე მაქსიმუმი 100, 110, 120 ქონოთ. რამდენი ძგინდა, ზოგიც ერთ არც აკეთებს. მარტო მაზეც არ არის, კერძეც არ არის და სხვა ვარჯიშებში, აი თუნდაც ფრიქალზე ქონათ ხოლმე რაღაც შედარებები და ლარატზე ვიცი რომ რაღაც 80 კილო აქვს თუ რაღაც გაკეთებული, ანუ ლარატის ზოგადად ლარატს ჩემი გადმოსახები და პირდაპირ ვთქვა. ხო, ან ძალიან სპეციფიკური საფაზისო ვარჯიშები საერთოდ არ აქვს, უფრო რაღაც იგივე ხებზე და იმებზე მუშაობს. თავისი წერტილები აქვს განვითარებული და იმ წერტილებისთვისაც არის საჭირო იმებს აკეთებენ. მაგრამ ქართველი პროფესიონალები ხო ვით ყავს ახლა ძალიან ბევრი მაინც ქართული აქვს საფაზისოთ ბენჩი ახლა ლევანს მაგალითად ბენჩის უჩართულია. რაც უფრო მძიმე წონაში ვასპარეზობთ ხო მერე და მერე აუცილებელი როგორც საფაზისო კუნთები ისევე დანარჩენი ფეხიც კი უნდა ვავარჩოთ რომ ძალისფერი მაჩვენებლები გავზარდოთ. შეგეძლო. გინა გადმოტანა? არა მგონი. ჯერ
ხელები მაინც გააყოლე. Rami, დავამთავრეთ კერდი მოვჩი. და გადავდივართ ახლა ზედამკერდზე, ხო? ზედამკერდი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვარჯიშია. სხვაშვიდ ძალიან გამოსადეგია მკლავჭიდისთვის. იმიტომ რომ პირველ რიგში წინა დელტის შართულობა ძალიან დიდია. ხო და შესაბამის ტექნიკით თუ გავაკეთებთ რა. მე მაგალითად ბენჩს რო ვასრულებ ხოლმე 3-4 მისვლას 8 გამეორებას ვაკეთებ. პირველი წონას ვაკეთებ მინიმალურ წონას და მე 3 მისვლას ვაკეთებ უკვე მძიმე წონას. მაქსიმალურს და 8 გამეორება. ნუ ისეთი წონა 8 გამეორება რო გავაკეთებ. მაქსიმალური მაგის და მიხედვით რა. ჩვენ ახლა ყველა გამეორებას არ ჩავსვავთ, მარტო ერთ ყველა გამეორებას გამეორებას არ ჩავსვავთ. დღეს ახლა უბრალოდ ტექნიკურად როგორ ვაკეთებთ მაგას ჩავსვათ. ხო. ერთი მოძრაობა ჩავსვათ თვითონ ვიდეოსთვის, დანარჩენი ინფორმაციულად მივაწოდოთ. რომ მე ვიდეო არ გაგუწელოდეს, ნუ შესაბამისად სხვადასხვა ვარჯიშებიც ვაჩვენოთ. მე გადავდივართ 2 წელზე, ხო? მე რადგან გადავდივართ 2 წელზე, მოკლედ პირველი ჩავსვით საბაზისოდ კუნთები, საბაზისოდ კერდი, ეხლა ჩავსვათ უკვე ზედამკერდს, მე ჩავსვათ ქვედამკერდს, 2 წელს დროს, ანუ ქვედამკერდი ჩართულია და ამასთან ერთად ტრიცეპსი და თან დისბალანსშიც არ ვიქნებით. კუნთის მკერდის სამივე ნაწილს კარგად დავამუშავებ და ლავჭედის კუთხითაც უკვე გამოგვაგება მე წინა დელტაც და მე ტრიცეპსით უკვე 2 წელზე რო გადავალთ მე უკვე იმას შესაბამისად თავიდან ავსვით მე რატო და ერთთან ერთად ვაკეთებ ხოლმე ტრიცეპს, ანუ კერდზე ტრიცეპსი მაქვს ერთ დღეს. ანუ შენ მასე არ აკეთებ. შენ ნახე მე როგორ არის კერდთან ერთად როცა მუშაობ კუნთის გაზრდაზე. ანუ რეალურად კერდს როცა ვაკეთებ ტრიცეპსი ისედაც ჩართულია. ხო. მე ვცდილობ რომ აი მაქსიმალურად გამოვწურო. და ეხლა მაგალითად მე მკერდის დღეს ტრიცეპსის მაგივრად ვშთავ ხოლმე ბიცეპს. იმიტომ რომ ტრიცეპსი ისედაც დაღლილია და მირჩენია ტრიცეპსი სხვა დღეს მაგალითად ამ ხრის დღეს უფრო მაქსიმალურად დავტვირთო და შესაბამისად უფრო ნაკლებად დასვენებული შედარებით დასვენებული კუნთი დავამუშავო რა. ასე რომ ეხლა შენ როგორც ვარჯიშებ ისე მივყვე. გადავალთ უკვე ბიცეპს. აი ჩემ გამოცდილებას გეტყვი ნახე. აი ეცადე ხელს რომ მოკიდებ, რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს მოკიდე და უფრო შიდა მხარეს ჩატეხე განტელები. და უფრო გაგიმარტივებს ხარისხსაც და წონის აწევასაც. წადევა. ხო, ანუ აქ გულისხმობ, ხო, ეს ხელის მოკიდება. აი შეგიძლია რომ ამოატრიალებ. რაც შეიძლება მარჯვენა მოკიდე. აი ეს. ანუ შიდა სივრცეები უფრო ჩააგდე შეგიძლია. გადავიდეთ 2 წელზე. 2 წელზე გადავდივართ. ტრამვის გამო ვერ აკეთებ. შემიძლია ვიზუალურად ახსნა. ერთი მოძრაობა გავაკეთო, მაგრამ როგორც ესეთი ვარჯიშს ვერ ვარჯიშებ, ტევანი რო დაზიანებული მაქვს, თვითონ მიჭერს. თან მძიმე წონაზე დაახლოებით რამოდენიმე თვის წინ დავიზიანე რა ქვედამკერდი და ნუ ვიზუალურად აგიხსნით უბრალოდ მე პირადად როგორ ვაკეთებ ტექნიკურად რა. მიდი, მაშინ და მე რა ვაკეთოთ ერთს მისვლას ვაჩვენებთ აქაც. კი ბატონო. აი ხა მე მაგალითად აი გადაწევაში რომელია ფუში არა და პრესი? პრესი. გადაწევის დროს რეალურად ვიყენებ ჩვენ ამ სივრცეს, ხო? კი. მოკიდების კუთხეზეც ყოველთვის აი ესეთ კუთხეში ვიჭერ მე ხელს. აი აქედან კერდი ჩახსნილი და აი ნაცვლი შემოდივა. კუთხეს, ნუ ფეხებს აუცილებლად აქ ვკრავ. მაგრამ ხა ბალანსი ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ტევნით ვერ ვაკონტროლებ რა. აბა მე ესე არ მისდია არასდროს, იმათლა რომ გითხრა მე გრიფი ყოველთვის ესეთი მაქვს. ხო, აი ამ გრიფზე ცადე. იდაყობ შიგნით ჩატეხე. აჰა, ფეხები უკან შეიტანე. აი ეგ. ისეთ შეგრძნება უნდა გადავარდე. არ გადავარდებ. ვარა, პრესის პონჩი? აი, პრესის პონჩი ზუსტად მან იმას. ხო, ესე ნუ დასამუშავებელია გრძნობაზე ახლა. მე უბრალოდ ახლა ეს
ასე მაგ უკვე ჩასმულ და მიჩვეული ვარ, თორე არც ეს არ არის აგრეთვე უნიკო რა. ხო, საინტერესოა რა სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა აკეთებს. ზუსტად მაგით ამას დავდივართ ესე გასვათ ვარჯიშებს. მოკლედ ესენი იყო საბაზისო ვარჯიშები დღევანდელი კერდისთვის. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ თვითონ კლავჭიდის ვარჯიშებზე და ბიცეპსის დაგვჭა ერთი გავატაროთ ერთი რომელიმე მოძრაობა. კი ბატონო, ორ ვარჯიშს ვაჩვენებ ეხლა მხარზე. ერთს ვაჩვენებ, რომელიც თვითონ იდაყვის სახსას დაგვიმუშავებს, მინიმალური ტრავმა მქონდეს. გაჩვენებთ, უბრალოდ ახსნით, არ ვიცი როგორ ახსნა დეტალურად რა კარგად. მეორეს უკვე გაჩვენებთ ფუშინგზე როგორ არის. მე მაქედან უკვე გადავიდეთ ბიცეპსის ვარჯიშებს. ოკეი. შეგვიძლია დავიწყოთ. ხარი. ხარზე ახლა პირველი რეალურად ვარჯიშში არ არის, როგორც ესენი კლავჭიში არ გამოგვადგება, მაგრამ გამოგვადგება იმაში, რომ იდაყვზე მივიღოთ მინიმალური ტრავმა. ან საერთოდ არ მივიღოთ ტრავმა. ანუ იდაყვის სახსარში არის ძალიან ბევრი რბილი ქსოვილები და შიდა კუნთები. აი ეს რბილი ქსოვილები და შიდა კუნთების დასამუშავებლად ვაკეთებთ ესეთ ვარჯიშს. ჩვეულებრივ რემებს გამოიყენებთ. ნუ რემ მაჯის სახვევით ეს კეთდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი შეხედე აი მაქსიმალურად სწორკუთხედს დაიჭერ. აი წინ გაწევი დახს, აი აქეთ და აი წინა სივრცეში მიაწვევ. ისე რომ ანუ არ ჩართვა არც პრონაცია, არც სუპინაცია და აი მაქსიმალურად წინა ნაწილში ქონდეს გამოდებული. ანუ აი ეს სწორად გაკეთების შემთხვევაში აი რემენზე როგორც რეზინზე როგორც დავამუშავეთ რა. სულ ყველა დატვირთვას მიიღებ აი აქ. ამაზე ყველას გირჩევთ რომ ძალიან მინიმალური წონები გამოიყენეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკია რომ ტრავმა მიიღოთ. სავარჯიშოდ არ კეთდება ეს. სავარჯიშოდ არ კეთდება, უბრალოდ ანუ გამახურებელია ჩათვალე, რომ მე უკვე მძიმე ხარის იმაზე გადავიდეთ. მოდი გიგო. ამას რამდენი მსვლას და გამეორებას აკეთებ? ამას ვაკეთებთ აი ვინაიდან რადგან შიდა კუნთებია, რბილი ქსოვილებია, ვაკეთებ აი მინიმუმ 15-20 გამეორება და მაქსიმალურად ნელი მოძრაობით. ესე ხო? წინ გაპოდნავი, წინ გამოწიე. აი ჩათვალე გათიშე და აი მაჯაც გახსენე. აი მათ. აი ნახე ხა, აი ესე დაიჭერე. თვითონ აი მაშინ გზნობ? უფრო მხარში ვგზნობ, მე ვიდრე მან. აი აქ მე რომ მაგათი ტრავმა მაქვს, აი პატარა მოძრაობაშიც კი მან მირტყავს. აი ცოტათი იგზნობა ახლა უკვე. ნო. მაგრამ აქ უფრო ვგზნობ, მხარში. ეგ რა თქმა უნდა, ახლა ხრის როტაცია. აია. ანუ ეს ორი მე პრევენციის კუთხით ძალიან კარგი. ეხლა უკვე შეგვიძლია ეს უბრალოდ გაჩვენეთ შესამზადებლად და გაკეთება ამას რომ შეამზადებთ 2-3 მისლა რომ გააკეთოთ 15-20 გამეორება, აქედან უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ხარს, ლავჭიდურ მხარზე. ეს მოძრაობა. ეხლა მე მაგალითად ვენდეტა მაქვს იმის ამიხელით. ახულია. აი რა წონა შეასპარეზებ, როგორ წონა შეასპარეზებ, ეხლა თუ მაგალითად ვიცი რომ ვენდეტაზე იმაშვები და მაღალ ხელთან უნდა გადავწიო, აი აქ მხრიდან შეიძლება თვითონ სუპინაციის კუთხე რომ დაიჭირო და აქედან ამუშავა. ამასთან ერთად პრონაციის მხრიდანაც შეიძლება რა, მაგრამ ძიმე წონაზე თუ უნდა მივიდეთ და თვითონ ბაზა დავამუშავოთ ამის რა, არც ეს არ გირჩევდით. საბაზისოდ მოკიდეთ ხელი. სწორი კუთხე აიღეთ, აი როგორც გადაღწევის დროს წევთ ხელს, ისე რომ კორპუსი არ გაგვიქცეს და აი აქედან ჩვენი დანიშნულება არის რომ მხოლოდ წინ წაიღეთ. რეალურად კერძს იგრძნობთ და წინა დელტას იგრძნობთ რა მაგემაში. მოდი გიგაცადე. ხო, მე ამ ვარჯიშს ზოგადად არასწორად ვაკეთებდი ხოლმე და მე ზირაქამ და თვითონ არაბულმა, ანუ ერთად რო ვარჯიშობდი, დამაწყებინეს უფრო აქეთ კეთება რა და ეგ უფრო ვიგრძენ. შედას საკეთებ ეგ სხვანაირია და ნახე, ანუ ფუშინგზე. ეხლა მეც რეალურად აქ ხო? ხო, მე ვაკეთებ როგორ? აი ამ ნაწილში ვაკეთებ. აქ. აი ეს უკრავ, აი აქ და ისე რომ აი ამის აქეთ აღარ უშვებ, ვაწვევი მაგ ნაწილში. ნუ წინა მხარიც მიმაქვს რა. ისე რომ ტრიცეპსში არ გადამაქვს. ტრიცეპსში არ გადაიტანო, ეს წამი გაჩვენებ, გასწორე მაგრამ და აი მიაწექი, აი აქამდე გამოვუშვი. აი აქ. ამას ამოძრავებ, იდახს არაჩერა? აი იდახს ვამოძრავებ, ვაყოლებ წინ. ამოძრავებ, ხო. ნუ ეს რა თქმა უნდა სხვა ის არის. ხო, ის სხვა რა. ეგ უფრო შემკრელია და ანუ გეხმარება პოზიციის მოგებაზე რა. მაგრამ ანუ საინტერესოა, ეს არ გამიგეთებია. ჩატრიცეპსების კუთხით
მე ხა ამას ვამუშავებ სულ. ნუ ადრე ძლიერი მხარი მქონდა, მაგრამ მოვიტეხავდი ხელებს და სახსრებს დავიზიანებდი და იდაყვები მოკდებოდა დაგლიჯილი, მაშინ კარი მხარი მქონდა. აი ამ კუთხეში. თუმცა აი ძალიან მნიშვნელოვანია ორი კუთხით, იმიტომ რომ კლავჭიდი ისეთი თემაა, რომ გინდა არ გინდა მუშაობ წერტილებზე რა, ანუ ხუნთი იგრძნოს როგორც ბოდიბილდერებმა და ზემიჟავა და რამე და თემა ძალიან ჭირს. ჩვენთან არის ყესებზე მუშაობ და ყესებზეც ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს იმ კუთხით, რომ ყველა წევს სხვადასხვა კუთხეში. და ამ კუთხეებიდან გამომდინარე ვსვავთ ჩვენ ვარჯიშს. ხო, ბევრი ვარიაცია ზოგადად ვარჯიშის, ახლა ნებისმიერი ვარჯიში რაც არ უნდა ვაჩვენოთ ჩვენ. მაგის მილიონერი ვარიაცია იქნება და ჯობს რომ ჩემ სუბიექტურ, ჩემ მე რასაც ვაკეთებ, როგორც ვაკეთებ, მაგასაც გიზია. ეგ არის უბრალოდ მოკლედ, ეხლა ვიწყებთ სპარინგს, ოღონდ ცოტა განსხვავებული სტილის სპარინგი გამოთიშოთ. ხო, ნოკაუტს გვექნება რაუნდი, მოკლედ კლავჭიდის რა, მარცხენა ხელში. 4-ნი ვართ, აგერ მიშო და ლუკა არიან ჩვენთან ერთად. მიშო ჩვენი ედიტორი, ლუკა ასევე ჩვენი მეგობარი. და დავიწყებთ მოკლედ ავარჩევთ პირველ წყვილს და ბოლოს გამარჯვებული ვინც დარჩება, იქნება გამარჯვებული. 5 წუთი რო იქნება, 5 წუთი რო ამოიწურება რა. ვინც იდგება კიდე მაგიდასთან ის არის გამარჯვებული. და თუ ისე იქნება რომ რაღაც გამარჯვებული არ იქნება მაგ დროს გამოვლენილი და მოხდება. არ მაგ დასასრულს ვინც მოიგებს, ბოლოს წყვილში ვინც მოიგებს, ის იყოს გამარჯვებული. ოკეი. დავიწყოთ. კი ბატონო. მოდი ჯერები ვითამაშოთ და წყვილი ავარჩიოთ პირველი რა. მე იმას ფიქრობდი ძიმე წონები ცოტა მერე დავიწყებ თუ გინდა მეთქი ან თუ გინდა თავიდან დავიწყოთ რომ რაღაცა დაბალანსო. დავიწყოთ. ჯეირანი. 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 ოკეი, მიშო არის პირველი და ახლა ჩვენ სამში. დავაი. ჯეირანი. 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 კაი, შენ და მიშო და მე ჩვენ შემოვოთ რა. ჯეირანში არ ვარ გივარ, მაგრამ ხელის განაცემაში გამოდდი. აგერებს ერთ. მიდი მიშო, რა დადგებით და ხელს მოკიდებთ. ნუ სტარტი არ არის, ხო? სტარტის გარეშე. არა, სტარტზე აგებული რჩება, წაგებული გადის. დავაი, დაიწყო. ომას როვიჩ. ომას. გამისტორდი ოქრო.
მე ხوار გადამ კაი იყო. რამდენი მიშო შემოვიდა შენ ჯერი. მიშო. ატმარა ბიჭო. დატმარა აი გარი, აი. იდი, ბევრი არ დარჩენილა, 2 წუთია დარჩენილი. მაინც შენი კუთხე ჩახსენი. ჩემი ჯერია. იგია. უციდა 35 დარჩა. აიცა? ნუ კიდევ ზევით ბიჭო. ბოქენ. სპორტ არ არის უჭველი უწე. ამასთან მე დაუმელზე ხელის განტოკებელი არაო. და გასწორდი? ჩავი. ჩასული არის და პარალელურად. ვაიმე. დავუვათ ჩვენს პირდაპირ, თორე გვეთკინება. არა მე ის არა. მე ის გიგა აღარა. აღარც აღარა ვარ. აგადაგა ხურებია მეგობრებო და მაგით. არა, გახურებულები ვიყავით. არა, ლავკედის გახურება. რამდენი ხანი დარჩა? მალე. ეგა. იდახო. მაჯა დასამებულია. რა არის ჩანო? კორპუსი არ მინდა. საკარ. დავაი. 53 დარჩა. მერა ის არის. ლავჭი ჩიქშირია. მოდი. არ უნდა დავმა. კაი. გაიტანა. მე გამიხარ. გამარჯობა. 30. გაიტანე მაჯა. აა გადაცია. ხარია. აპა უზებ თავის დროს 25 წამი გაქვს მეგობრებო. უბრალოდ მაჯები დამეღალა უკვე, გაიგე? მაჯაზე მეტად პირამიდა დამეღალა, იმიტომ რომ გიგა იმდენად მაწვება. გაიტანე. დავაი. მაჯა? დავაი. დავაბა. რამდენი წამია დარჩენილი? აი, ბოლოს არის. აზრი აღარ აქვს.
რამდენი ხელი გადამიწევი. აი ესეთ კუთხეში არავინ არ მოწოლი არ არის. შეიძლება 20 წუთი საღამოზე. კარგი და დრო აღარ გჭირდება, დაიკიდე დრო. დრო აღარ გინდა. მოდი. არა, მორჩა ჩვენი ჩელენჯი, მაგრამ თუ გინდა ისე გადავწევთ. კაი. გასწორ, ესეთი რაღაც არ გამიკეთებია, არასდროს აღარც გავაკეთებ. და მე დაგიგასრევაში კიდე. რევაში ამიღო. ბიჭო, თავარი არის. საერთოდ ფუნქციონარჩა. თავარია ბოლო ვინ არის გამარჯვებული, აქ. გათვლილი იყო ყველაფერი. აქ იმენა სუფთაზე. მე აი ამ ადგილას ვგზნო ფერაფერს იმერად 1-7 უდარი მაწერიაზე. მეგონი საინტერესო გამოვიდა, რავი. დაწერეთ კომენტარებში. რამდენად მოგეწონათ. კარგად გავერთეთ. ხო, გართობა იყო იმენა. მედია წყაროები და თვალები და ყველა მხრიდან ოფილი მოგდის. დავემშვიდობოთ ამ ნოტაზე. გამარჯვებული გიგა. ამ ჩელენჯის კი. ამ ჩელენჯის გამარჯვებული გიგა. ციტაკებში ხომ ჯობნი და ხოლმე გადავებოდი რომ ხელს მაინც ვერ გადამიწევ მეთქი, მაგრამ უკვე ხელს გადასებაშიც მაჯობა. აშკარად ცუდად მიდის შენი საქმე. ხო, რაღაცა უკან. ჩელენჯები არ მოსწონს გიოს. უბრალოდ გიგა გამიდის. მოკლედ, შეგვიფასეთ ეს ვიდეოც, როგორ მოგეწონებათ. შემდეგში უკვე სტუმარი გვეყოლება, ოღონდ ზუსტად არ ვიცით ვინ და სად ვიქნებით. ყავს ასე რომ თქვა. ხო, რამდენიმე ვარიანტი არის და გაგაგებინებთ რა, ნახავთ შემდეგ ვიდეოში. ვინც იქნება ჩვენი სტუმარი. დიდი ალბათობით ის თვესთვის მონაწილე იქნება ეხლა. კი ბატონო. ბათუმის, ხო? გო. მეგო, 2 წუთი და მივიღებ. არა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ ჩვენი ვიდეო. გააქტიურეთ ზარისღილაკი. გათამაშებასაც შეეხება. უბრალოდ არ არის საკმარისი რაოდენობა გაზიარებების Facebook-თან. საკმარისი ადამიანმა არ დააკმაყოფილა პირველ მგონი 2-3 არის რა, რომელმაც ყველა პირობა შეასრულა. ჩვენ თვითონ გადავწყვეტოთ vises ლამაზი ტოლები და ჩვენ ვაჩუქოთ. არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებთ და სხვანაირად გავათამაშებთ, ან შეგვიძლია იმას ვენდეტა მოვუწყოთ, იმიტომ რომ ვინც ვნახე, ესეთები არიან, ცოტა წონაში არიან. შეგვიძლია პატარა ვენდეტაც ჩავარდეთ. ვენდეტა ხო არ მოვუწყოთ, ხო და შეიძლება. აი, მოვიფიქრებთ მოკლედ მაგას და გეტყვით რა. გაგაგებინებთ როგორ გათამაშდება ეს მაჯის სავარჯიშო. დონაციის ლინკი აღწერაშია, თუ ვინმეს გინდათ რომ არხს დაეხმაროთ განვითარებისთვის, შეგიძლიათ დაადონატოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა. ამასთან ერთად სამწუხაროდ თემაზე მაგალითად ჩემი ასეთ აქციას გავაკეთებ, ჩვენი გამომწერები ვინც იქნებიან, პერსონალურ ვარჯიშებს გავაკეთებ 30%-იანი ფასდაკლებით. ჩვენიერი შეთავაზება არის ჩემი. კი ბატონო. ვინც ურბან ფიტნესში მოხვალთ და ეტყვით რომ ჩვენი გამომწერი ხართ. კი ბატონო. გიორგი დაგიკლეთ 30%-ს თავის სავარჯიშო პროგრამაზე და სავარჯიშოდ პერსონალურად ვარჯიშებს. დაგემშვიდობებით მაშინ შემდეგ ვიდეომდე. დროებით.